ევანგელისტური ეკლესია კი სამლოცველოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას. ერთი შეხედვით კერძო დავის მოტივით შეფუთული დევნა და სასამართლო პროცესი, რომელიც ობიექტურობის ვერანაირ სტანდარტს ვერ უძლებს. მთავარი კითხვები სწორედ ამ ეტაპზე საქმის სააპელაციო განაჩენისას ჩდება. საქმეში ჩანს გაყალბებული დოკუმენტები, რომლის უკანაც დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილის ქართულ ბანკის მთავარი იურისტი ალა კახნიაური დგას. ეკლესიის პასტორი დარწმუნებულია, რომ ეს დავა ხელისუფლებამ მისი საჯარო და კრიტიკული პოზიციების გამო წამოიწყო. შეგიძლიათ მითხრათ, დედანი რატომ არ წარადგინეთ? ხაბატონო ალა, გვიპასუხეთ შეიძლება. ნახავი გადამიყრით. რანაირად იქცევით, ხაბატონო ალა? და იგივე არ მინდა ხეთარ საუბარი. ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი ალა კახნიაური ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე დავაზე გაყალბებულ დოკუმენტაციაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. ევანგელისტური ეკლესიის მრევლი ახლა უკვე სამლოცველოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. ევანგელისტური ეკლესიის საქმეზე გაყალბებული ხელშეკრულება იყო წარდგენილი და ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობას თუ იყენებთ სასამართლოში ამ საქმის მოსაგებად, თქვენ საკმაოდ დაახლოებული პირი ბრძანდებით. ხაბატონო ალა, პასუხები არ გაქვთ? დედანი რატომ არ წარადგინეთ, შეგიძლიათ გითხრათ? სად არის ეს დოკუმენტი შედგენილი, ხალბატონო ალა? პრაქტიკულად გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო, არის მიღებული იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენი აზრით ყალბია, იმ პროცესის პარალელურად, რომ ამ დოკუმენტების სიყალბესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჩვენ მიმართული გვაქვს დაახლოებით 3 წლის წინ და სამწუხაროდ საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არაფერი გაუკეთებიათ, რომ დაედგინათ ამ დოკუმენტების ავთენტურობა. დაყადაღებული სამლოცველო, რომელიც აუქციონზე გაყიდვის საფრთხის წინაშეა, გლდანში მდებარეობს. ევანგელისტური ეკლესიის მრევლმა საკუთარი თანხებით მიწა 2012 წელს იყიდა და შენობაც საკუთარი სახსრებით ააშენა. როგორც ამ ეკლესიის წევრს, ბევრი შრომა გვაქვს ჩადებული, საკუთარი ფინანსებიც გვაქვს ჩადებული შრომა ამ ეკლესიის მშენებლობაში. ეს არის ჩვენი საკუთრება. თუ კი დავდგებით რეალობის წინაშე რომ დავკარგოთ ჩვენი სამლოცველო სახლი, ფიქრობ პირველ რიგში ეს იქნება ძალიან უსამართლო. პასტორის ზალი ჩემთვის ნამდვილად არის ღირსეული პიროვნება, პირველ რიგში ღმერთის ღირსეული მსახური და მე მის წესიერებაში და პატიოსნებაში ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება. ყველაფერი 2018 წელს შეიცვალა. პასტორმა მუქარის წერილი მიიღო. ავტორებს არ ასახელებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ისინი რელიგიურ წრეებს წარმოადგენდნენ, თუმცა არა მართლმადიდებლურს. ეს წერილი დევს საქმეში, რომ ჩვენ საეკლესიო ქონებას დაემუქრებოდა საფრთხე, თუ მე დასკვნებს არ გავაკეთებდი. ამასთან ამ წერილში ეწერა, რომ ამ შენობების საკითხი გადაწყდება პოლიტიკურ და იურიდიულ კონტექსტში. მე ვიცი, რომ ეს პიროვნება არ იყო უნარიანი არც პოლიტიკურ და არც იურიდიულ კონტექსტში რაღაც გადაეწყვიტა, თუ მას არ ექნებოდა ზურგი ან რაღაც დავალება. მათ მითხრეს სრულიად გარკვევთ. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ გვყავს მეგობრები მთავრობაში და ამ შენობას მაინც წავიხებთ. სასულიერო პირი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა მხოლოდ კერძო დავა არაა და მთავარი მიზანი მისი დაშინება და გაჩუმებაა. ჩვენ ვხედავთ უმაღლესი პოლიტიკური ასე ვთქვათ, პიროვნებებიდან ისეთ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სინდისის თავისუფლებას. საქართველოს სეკულარული რელსებიდან გადადის თეოლოგიურ თუ რაღაც დოქტრინალურ რელსებზე, ისეთი როგორც არის დაუშვათ ირანი და სხვა ქვეყნები. საქართველოში უფრო რუსული მოდელი არის რელიგიებთან ურთიერთობის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. მართლმადიდებლობა თითოეულ ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას.
ეს ერთ-ერთია იმ გამოსვლებიდან, რომლის გამოც პრემიერს პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის კრიტიკა არაერთხელ დაუმსახურებია. სასულიერო პირი საჯარო გამოსვლებში ყოველთვის ღია დაფიქსირებს, რომ სახელმწიფო რელიგიური ინსტიტუტებს არათანაბარ პირობებში ამყოფებს და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს მართლმადიდებლობას. როდესაც სახელმწიფო ხარკს უხდის რომელიღაც რელიგიას მხარდაჭერის სანაცვლოდ, ისინი აუცილებლად ჩათრეულნი იქნებიან ისეთ დეგრადირებულ საქმიანობაში, როგორიცაა მოსმენები, გადაბირება, უღირსი ცილისწამებების შეკერვა თუ შანტაჟი. ეს არის იმ ინსტიტუციების ნგრევა, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში მთავრობები დღემდე ამ გზის ერთგულნი რჩებიან. ევანგელისტური ეკლესიის პასტორი და მრევლი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ.